დილიდან კი საკანონმდებლო ორგანოში 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საკომიტეტო განხილვა მიმდინარეობს. დღეს ფინანსთა მინისტრის მოადგილე მომავალი წლის ბიუჯეტის კანონპროექტს თავდაცვის, კულტურის, ადამიანის უფლებათა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების წევრებს აცნობს. ამის შემდეგ კი ხალხის ძალის და ევროპელი სოციალისტების პოლიტიკურ ჯგუფებს წარუდგენს. 2026 წლის ბიუჯეტი 5%-იან რეალურ ეკონომიკურ ზრდას ითვალისწინებს, ხოლო საშუალო ვადიან პერიოდში ზრდის პროგნოზი 5.3%-ია. ქვეყნის ხელისუფლების სწორმა პოლიტიკამ, სწორმა ეკონომიკურმა წინსვლამ და იმ ნაბიჯებმა, რომელიც გადაიდგა საქართველოს ხელისუფლების მიერ, გამოიწვია ის, რომ ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტი წლიდან წლამდე იზრდება, ხდება კონცენტრირება ბიუჯეტის სახსრების იმ მიზნებისთვის, რაც არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის. იცის საზოგადოებამ, რომ იგეგმება უამრავი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა გააჩნია საქართველოსთვის. გარდა ამისა, ის სოციალური პასუხისმგებლობა, რომელიც სახელმწიფოს აქვს საკუთარი მოსახლეობის მიმართ აღებული, რა თქმა უნდა ძალაშია და რა თქმა უნდა იმატებს პირიქით ამ კუთხით ფინანსების სახელმწიფოს მიერ დასახარჯი სოციალური თვალსაზრისით.